რომ დამჭირდეს დიეტა, ამას მე ვერ შევძლებ. აღმოჩნდა რომ აქვს კეთილთვისებიანი სიმსივნე, ეს გამოუცდელობა კი ნამდვილად წარმოუდგენელი წონის მატება იყო. 120? 120. მე მშია და შენ ქშია და შენ გინდა ტკბილი. სისხლის ჯგუფების მიხედვით კვება გიცდია? რამდენი შიმშილობა გამოვიარე, როგორ ტანჯავდი საკუთარ სპორტ დარბაზში და შედეგს ვერ ვნახულობ საკვებს. დამემართება რაღაც გლუტენის აუტანლობა. ბარიატრიის ცდუნება? არასოდეს პირველი ლუკმა ტკბილი არ ჩავიდათ. რა არის ეს ბიოჰაკინგი? რეკომენდაციებში პირველი წერია რომ ცილა არის მთავარი. ძალიან დიდი პრობლემები მაქვს კუჭნაწლავში. ბევრად ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავ ვიდრე ახლა. ბევრად ნაკლებად. ეს სულ სალაპარაკო თემა არის ჩემს ირგვლივ. ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭნაწლავის ტრაგ. აუცილებლად კომბოსტოს კარგად ინელებ. ეს კურსი მივიღე. ადრე უნდა დავიძინოთ ქალებო, ადრე უნდა მაგ პერიოდში მართლა ჯადოქრობა ხდება ორგანიზმის აღდგენის მიმართულებით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს და ვფიქრობ დღესაც ბოლომდე გამოყვებით, იმიტომ რომ გემრიელი ლაპარაკი გველოდება ჩვენ სტუმართან, ნინა პერტენავასთან ერთად, რომელსაც სიამოვნებით ვმასპინძლობ და თემები გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი სალაპარაკოთ. ნინა გახლავთ სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მაგრამ რატომაც არის ჩემი პოდკასტის სტუმარი, არის ის თემები და საკითხები, რომელთაც ბოლო პერიოდში არის დაინტერესებული. ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა, კვებითი ჩვევების გამომუშავება, რაღაც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის რაღაცა ისეთი ძალიან დიდი გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულებით გზა, რომელიც გაიარა, ბიოჰაკინგი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან ახალია. ზოგადად ფსიქოლოგია და ფსიქოტიპები და ქალების და თქვა 40 წელს ზემოთ ქალების შემთხვევაში ეს თემებიც ძალიან აინტერესებს ჩვენი პოდკასტის მაყურებელს. მოკლედ იმედია რომ ბოლომდე გამოყვებით და ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს საუბარს. და სანამ ჩვენს საუბარს დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ ჩემი პოდკასტის წარმდგენი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic-ი. ეს გახლავთ ბრენდი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძალიან ამაყივარ. ბრენდის ფილოსოფია გახლავთ beauty in and out, ანუ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე სრუნა, რა თქმა უნდა, იწყება შიგნიდან. ეს ბრენდი არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს, რა თქმა უნდა, ფლობს GMP და ISO სერტიფიკატებს და საქართველოშიც უკვე წარმოდგენილია მისი ყველა მოთხოვნადი და ბესტსელერი პროდუქციით. მათ შორის apple cider-ით წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ზუკარინით კბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume-ით მის ზრდისა და მოცულობისთვის. New Nordic-ის პროდუქცია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიკითხოთ GPC-ის აპტეკებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აი ასე, დიდი მადლობა New Nordic-ს, რომ ერთგულად მოგყვება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დანამატების მნიშვნელობაზეც და დღეს უფრო მეტად პრობიოტიკების მნიშვნელობაზე ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს. მანამდე კი ნინას მადლობა რომ ჩემთან ერთად არის. ბევრი თემაა, რაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა მაინც დავიწყოთ იმით, თუ რა გახდა რეალურად მთავარი ესეთი კაუჭი, რატომაც დაინტერესდით თქვენი პროფესიის მიღმა სხვა საკითხებით რა, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ალბათ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენით იწყება, რომელიც ამოგიტრიალებს თელს ჩვენს ცნობიერებას და დაგაფიქრებს, რა საკეთებ არასწორად, ხო, რეალურად. გვანცა მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებელს და წარმატებას ვუსურვებ ესეთ კარგ პოდკასტს. მადლობა. პირველ რიგში, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველ ჯერზე ახალი და დიდი პროექტები მაქვს ხოლმე გასაკეთებელი და ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, ენერგიას მოითხოვს, შრომის ჩადებას და რეჟიმის არევას თავისთავად და შესაბამისად, უბრალოდ მე ხვდები, რომ არ ხარ რესურსული და შენი სხეული ვერ მოყვება ამ ყველაფერში და მე მიყვარს მაგსიმალისტი ვარ და ყოველთვის საუკეთესო შედეგის დადება
მიყვარს და შესაბამისად, როდესაც ჩემი სხეული ვეღარ მომყვებოდა იმ თავგადასავალში, რაც ჩემი პროფესია მოითხოვდა, აი უკვე მან შევტრიალდი, რომ რა შეიძლება გავაუმჯობესო და რას გულისხმობთ ვერ მომყვებოდა? აი თქვათ ეს არის მხოლოდ საუბარი რაღაცა უენერგიობაზე თუ ეს არის უკვე კილოგრამის რაღაც ის მკვეთრი მატება და ჯანმრთელობის შერყევა. პირველ რიგში ყველაფერი იწყება სტრესით. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საქმე, ანუ ზედმეტი ავიღე საკუთარ თავზე, ეს არის მთავარი, კი ძალიან ეს რაღაც გმირის და გადამრჩენელის როლში, როდესაც შედის, ყველას გადავარჩი, ყველას უშველი, მე რა ღამეს გავათენებ, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ყველა ბედნიერი ყავს გარშემო და შენ საკუთარ თავზე საერთოდ არ ზრუნავ. ხო, აქედან იწყება ყველაფერი. მეც ზუსტად აქედან ვიყავი, იმიტომ რომ ეს მაქსიმალიზმი ყველაფერში, ხო, ეს იდეალური დედა, ულამაზესი უნდა ყოფილიყავი საქმეში წარმატებული, იქ თან სწავლობდი სადღაც, იქ თან სადილიც უნდა გამეკეთებინა, იქ დედისთვის ყურადღება მიემეცი, აი, ხო, იცი, ყველაფერს რო ასწრებ, იქ კიდე უამრავი რაღაცა საქმე და სუპერგმირობა გვინდა და აღმოვაჩინე უცებ, რომ აი ორგანიზმი უბრალოდ მითხრა, კარგად ბრძანდებოდა და მე ყავედი აქედან, იმიტომ რომ ამ რიტმზე ვერ მოყვებიო და აი ამ სტრესის ფონზე დამეწყო პრობლემები ჯანმრთელობით. ნუ აღმოჩნდა რომ მაქვს კეთილთვისებიანი სიმსივნე ფარისებრი ჯირკვლის ადგილზე კიდე კაი რო არისო უფრო შორს წასული და ნუ საოპერაციო გავხდი. როგორც კი გავიკეთე ოპერაცია, უმართავად დამეწყო წონის მატება. აი მართლა უმართავად და აი მაინც როგორ აი ნახე, ხა ახალი ნაოპერაციები რო ხარ, ხო ჯერ რეანიმაციაში ხარ, მე ნუ ყვება რაღაცა სუპი შეიძლება მიირთვა, რაღაც წყალწყვლა საკვები, იმიტომ რომ აი აქ გაქვს ნაკერები, ხო? და ისე მოხდა, რომ 5 დღეში, პირველ 5 დღეში რომ სასწორზე დავდექი, ნუ ეს მაინც მქონდეს ობსესია, ხო, წონა არ გამექცეს და პირიქით რო გონია რომ რაღაც ნაკლები იქნები და სადღაც უცებ ვიყავი 57, ნუ ავიწონე სადღაც 63 ვარ და გამეკვირდა რანაირად, ხო? სითხე რა იყო. უკეთ გავიდა ერთი თვე და ნუ ავედი 72-მდე. ნუ წარმოუდგენელი წონის მატება იყო. რა თქმა უნდა, იქვე მივედი ექიმთან, რომ აი უმართავად ვიმატებ წონაში მეთქი და ვიცი, აი კავშირი ვერ დაინახა თვითონ და ნუ ალბათ უმეტეს შემთხვევაში არ ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემმა ორგანიზმმა როგორც ჩანს ძალიან მტკივნეულად გადაიტანა ამ ორგანოს დაკარგვა და აი ესეთი რეაქცია ჰქონდა. ანუ ჰორმონები სრულიად ამერია. ხო, დადგა ეს ჰორმონალური დისბალანსი, რაც ერთი ისეთი სიტყვათა შეთანხმება, რა ძალიან ბევრი ადამიანი ხმარობს, რომ ალბათ ჰორმონების პრობლემა აქვს და ამიტომ იმატებს. ჰორმონები ამერია და თითქოს ეს არის რაღაცა, რაც ყველაფერს ახსნის, ხო? მაგრამ სინამდვილეში ჰორმონები არის ის, რაც საერთოდ მართავს ჩვენს მთლიან ორგანიზმს, ხო? და ამაშია მთავარი ამბავი. და ფარისებრი არის ის ორგანო, რომელიც დირიჟორი არის ამ ჰორმონების და შესაბამისად ეს რომ აირევა ძალიან რთულია მის დაალაგება. ანუ ერთ ჰორმონს რო დაალაგებ, იქ მეორე, მესამე, მეოთხე და უამრავი სხვა დასალაგება. მოკლედ ძალიან შორს რო არ წავიდეთ, რაღაცა პერიოდის შემდეგ, ძალიან დიდი შრომის შემდეგ, ნუ ეხლა იქ არ ვიტყვი რომ რამდენი შიმშილობა გამოვიარე, როგორ ვტანჯავდი საკუთარ თავს სპორტ დარბაზში და შედეგს ვერ ვნახულობთ, იმიტომ რომ ჯერ სანამ არ გაერკვევი მექანიზმში, რატო ხდება ეს, შენ რაც გინდა მოიმოქმედე, ის არ მუშაობს, ხო? თან ეს მეტი პანიკა, მეტი სტრესია, აი ცვეთა მიდის მე შენი ნებისყოფი შენი ორგანიზმის, ხო, არც ხასიათზე აღარ ხარ და თურმე აღმოჩნდა აიღე თქვენ თავზე რომ ისევ მე გადავჭრე ამ პრობლემას ჩემით. ყოველთვის მასე ვფიქრობთ, როდესაც იცი რა, რაც უფრო ნაკლებად ვერ ყვევით რამე მიმართულებაში, მით უფრო თამამად ვიღებთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობას, ხოლმე. ეს ადამიანებს გვახასიათებს. თამამე გვემატება. თან იცი რა მქონდა, ადრე ეს სპორტული ვიყავი, ფორმაში ვიყავით და რაღაც სამი შვილი მყავდა, მაინც იდეალურ ფორმაში ვიყავი და აი ეს მომენტი მქონდა ხოლმე რომ გადახედავდი ადამიანს რომელსაც ჭარბი წონა ჰქონდა და ალბათ ეზარება ან არ უნდა ან აი ეს მქონდა იცი ჩემში და აი მე გამოცაი მაგის მე ყოველთვის ცხოვრებაში აი საერთოდ რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა აღარ განვიკითხავ იმიტომ რომ იმის ადგილზე სანამ არ დადგები და ზუსტად იგივეს არ გაივლი შენ ვერასოდეს ვერ მიხვდები ის ადამიანი რატომ არის ამ მდგომარეობაში რა ეს გამოუცდელობა კი ნამდვილად და
ძალიან ბევრი ვიწვალე, სანამ ვიპოვე. მე ხა კიდე არ ვარ ჯერ შედეგამდე მისული, მაგრამ ის მაინც ვიპოვე რა მიზეზები და განაპირობებდა ამ წონის უმართლობატებას და არ კლებას. ხო, აი ახსენეთ ეს რაღაცა გიჟური დიეტები შედიოდა ამ რა თქმა უნდა, გზაზე? დაწყებული შიმშილიდან მონოდიეტები, რაც პირიქით მთავრდებოდა კრახით, იმიტომ რომ ორგანიზმი თავისას მაინც აიღებს, ანუ იმას რესურსი ჭირდება და ჩვენი ტვინი არ არის, აი ჩვენ ადამიანებს რაღაც ხშირად გონია, რომ აი მე ვფიქრობ, მე ვწყვეტ ამ ყველაფერს და ჩვენ ტვინში იმდენი გადაწყვეტილების მიმღები ესეთი სუბსტანცია არის, რომელიც საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ და პირიქით ის გვაკონტროლებს ჩვენ და ის ხშირ შემთხვევაში გვაკეთებინებს იმას, რაც თვითონ უნდა. და ნუ აი ამაში სანამ ყველაფერში გავერკვევოდი და იმაში გავერკვევოდი თუ რა მჭირდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა სანამ მივხვდით, რომ რა დამემართა და ხო, მე სანამ ამ გადავალთ. ხო. იცი რა მაინტერესებს საქართველოში სამწუხაროდ გარემო ძალიან რეაგირებს ადამიანის ვიზუალზე. კი. ნუ გამეორება გამომდის, მაგრამ ყოველი მეორე, არა, ყველა ადამიანი ვინც ხვდება მეუბნება, რომ აი მე რა გამხდარი ხარ? შენ კიდე გახდი? რამე ექიმთან უნდა მიხვიდე მე მგონი და აუ ცოტა მოიმატე რა. ნუ მრავალი კომენტარი შემიძლია ჩამოთვალო. ეხლა ვიღაცა ვინც მისმე შეიძლება თქვას რომ აუ ნეტამეც ეგრე მეუბნებოდნენ, თქვა ვისაც წონის პრობლემა. მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. მე მაგალითად წონის დეფიციტს განვიცდი და რო თქვა რომ ყოველ დღე ვათენებ და ვაღამებ ამაზე ნერვულობით არა, მაგრამ ნუ ეს მაინც განვიცდი არის ჩართული. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ეს სულ სალაპარაკო თემა არის ჩემს ირგვლივ და გამოვტყდები და ვიტყვი რომ რაღაცა პერიოდულობით სასწორზე მეც ვდგები. აი რაღაცის იმედით ვდგები სასწორზე, იმიტომ რომ უკვე რაღაცერად 35 წლის ზემოთ რაღაცა ჩვენი სახის ნაკვთები იცვლება. ნუ აღარ მომწონს ეს ჩემი სახე ამ სიგამხდრის ფონზე რა და რა ვდგები მეც ამ სასწორზე და ვუყურებ რომ იქნებ რაღაცა და სინამდვილეში ალბათ ეს მარტო სარკის ანარეკლმა არ განაპირობა, ანუ გარემომაც განაპირობა, რომ რაღაც ადამიანები ითხოვენ ჩემგან ამ 60 კილოგრამს, რომელსაც მოვიმატებ და როგორი იყო თქვენს მიმართ გარემო. იმიტომ რომ რადგან ესეთი რადიკალური მატება გქონდათ და თან ალბათ ფსიქოლოგიურადაც საკუთარ ზოგადად კი ადამიანი ხარ, სოციალური არსებაა და აუცილებლად რეაგირებს სხვის აზრზე. და მე ყველაზე მეტად მტკიოდა, თქვა დედაჩემის რეაქცია და იმას კი ვერ ხვდებოდი, რომ ადამიანი განიცდის იმას, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, ეს რო გემართება და არა ვიზუალური, ხო, უბრალოდ სულ მეუბნეოდა, რომ რა ხდება და რატო იმატებ ესე და რაღაც ძალიან განიცდი და დედაჩემი და ეს ძალიან მტრგუნავდა, იცი, რომ მე ეს მქონდა რაღაც უპირობო სიყვარულის მოთხოვნილება, რომ როგორიც ვარ, ესეთი უნდა მოგწონდეთ და რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხო არ არის მთავარი ადამიანში, მაგრამ ნახე რა მომენტია ზოგადად ადამიანის ტვინში არის ორგანო, რომელიც რეაგირებს გარეგნულ პარამეტრებზე და ჩვენ გვაქვს ახლა სილამაზი სტანდარტების ფიბონაჩის კვეთა იქნება. ანუ გვაქვს ტვინში ჩადებული კონკრეტული რაღაც აღქმა, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და რაღაცა ტკივილს გვანიჭებს. ანუ ეს ყველა ადამიანს აქვს და შესაბამისად ლამაზი ადამიანები მეტად წარმატებას აღწევენ და ზოგადად სტატისტიკურად და შეიძლება მეტი რაღაც რისკიც ახლავს მაგას და ნუ მოკლედ არ იყო ადვილი რა თქმა უნდა ეს თუმცაღა მე მინდა ვთქვა რომ იმ პერიოდში როდესაც მე აბსოლუტურად ყველა პარამეტრი მქონდა იდეალური და საკუთარი თავი სარკეში მომწოდა ბევრად ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავი ვიდრე ახლა ბევრად ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავ იმიტომ რომ ეხლა საერთოდ არ მაწუხებს ეს პრობლემა იმდენად მიმღებლობა მაქვს საკუთარი თავის იმდენად შევტრიალდი საკუთარი თავისკენ და შევხედე მას როგორც სხვა ადამიანს, რომელსაც ჩემი ზრუნვა ჭირდება, ჩემი ყურადღება ჭირდება, ჩემი სიყვარული ჭირდება და აი როგორც პატარა ბავშვს ისე უნდა მიხედო, რომ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებ ახლა რა და რეალურად თავდაჯერება მაქვს არა
გარეგნობას, არამედ გაცნობიერებას და რაღაცნაირად ალბათ ასაკსაც არა, ასაკს სიბრძნეს ვიტყოდი მე უფრო იცი. ხო, ანუ ასაკში მოსულ რაღაცა აი გამოცდილებას და სიბრძნეს. მარტო ასაკი თუ მოდის სიბრძნის გარეშე ის ვერ მოგიტანს ამაში. როცა სიბრძნესთან ერთად მოდის, კი ნამდვილად მოდის ეს თვითდაჯერება. იმიტომ რომ ზოგი ბოდიში ხო, არა, ზოგი ადამიანი მაგალითად ძალიან განიცდის ასაკის მატებას და ამას ვერანაირად ვერ მართავს. ხო, იმიტომ რომ რაღაც სტერეოტიპი მოგვსდევს რა, რომ 40-ს რო 4-იანს რო დაინახავდნენ, უკვე ეს იყო რაღაცა 5-იანს გადავწდი. ხო. ხო, ესე იგი მეტი სიბრძნე მოვიდა. ხო, ეს რაღაცა სტერეოტიპი მოგვსდევს, რომ თითქოს რაღაც ასაკის მერე ცხოვრება მიდის ფინალისკენ და ახლა ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ პირიქით. არა, პირიქით. ზუსტად, აი ბიოჰაკინგის დახმარებით, ლონჯივიტის დახმარებით, რა ვიცი, თავისუფლად შეიძლება ადამიანმა 100-120 წელი ხარისხიანად იცხოვროს. 120? კი, უკვე ასეთ პროგნოზებს აკეთებენ. მე 100 წელზე მაგათვლა 100 წელი მინდა რომ იცოცხლო. 100 წელზე უკვე მალე ესეთი განვითარებული ქვეყნები თავისუფლად მივლენ. ხო, არა. ბიოჰაკინგი ახსენეთ და ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა და ვიცი რომ თქვენ უკვე ისეთი გამოცდილებაც დააგროვეთ ამ მიმართულებით და რა არის ეს ბიოჰაკინგი? იმიტომ რომ რაღაცა ისე ჟღერს ჯერ ერთი და ადამიანებს არ აქვთ მიმღებლობა, გონიათ რაღაცა სრულიად სხვა და ამ დროს არის სხვა. რაღაცა სიტყვა ჩვენთან ხო ეს ჰაკერ სიტყვაზე არ აქვთ კაი რეაქცია და მე ვფიქრობ რომ აი ზუსტად ამის გამო არა და ბიოჰაკინგი პირველად 88 წელს 1988 წელს ვაშინგტონ პოსტში გამოიყენეს და დაარქვეს მეცნიერებს ეს სახელი, რომლებიც ცდილობდნენ აი მეცნიერული თავისი რაღაც ახალი აღმოჩენების წყალობით, კვებითი დანამატებით, ვთქვათ, სხეულის და ტვინის უნარების გაუმჯობესებას. ანუ შიგნიდან ასე ვთქვათ, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ემსახურება, ხარისხიან ცხოვრებას, გაახალგაზრდავებას, უჯრედების აღდგენას და დნმ-ის აღდგენას. ძირითადად აი ამ მიმართულებით. რა არის ბიოჰაკინგი თქვენთვის? ანუ თქვენ ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს და რამდენად მართლა შეასრულა ეგ ფუნქცია, რასაც ელოდით და აი რა ვთქვათ, მართლა მაინტერესებს რა რები შედის. რები შედის. მოვყვები, მაშინ აი პატარა წინა სიტყვაობა უნდა მქონდეს, მაშინ ესე იგი იმ შემთხვევაში გადავახტები რამოდენიმე წელს, როდესაც მე სწონის მართვა ვერაფრით ვერ შევძელი, მიუხედავად ძალიან ბევრი ექიმების, ну, მოკლედ, შედეგი ვერ დავდეთ ვერანაირ ექიმებთან ერთად. ხო, გავავრცოთ მოკლედ ეს თემა. ესე იგი, ამას წინ უძღვოდა ექიმიდან ექიმთან სიარული, როგორც ჩვენ ვეძახით. და ეს ექიმები იყვნენ? ანალიზები, ექიმები, ენდოკრინოლოგები ძირითადად და ну, ხო იცი ეს ვიწროთ, თავის მიმართულებაში რაღაცებს გისწორებენ, მაგრამ ეს მთლიანი სურათი არ ჩანს, მიხდი და მათ არც აქვს პრინციპში სხვა პროტოკოლები ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეხლა იწყებს მედიცინა მაგ მიმართულებით უფრო ახალი ნაბიჯების გადადგმას. მოკლედ დამიდგინდა ინსულინ რეზისტენტობა. საკმაოდ უკვე დიაგნოზთან მოვედით. ბოდიში ეს ინსულინ რეზისტენტობა დადგა უკვე აი არასწორი მკურნალობის, კვებითი ჩვევების არების შედეგად თუ ამ ოპერაციის სტრესის ფონზე ეგრევე დადგა. უბრალოდ აღმოვაჩინეთ საკმაოდ გვიან. გვიან აღმოვაჩინეთ და უკვე ეს დრო იყო დაკარგული, ჯანმრთელობა შეირყა. კი, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ხანი გაქვს, მით უფრო რთულია მისი უკან მობრუნება. და აი, როდესაც უკვე ამ ფაქტის წინაშე დავდექით, რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩავრთეთ ექიმებთან ერთად, რაღაც კვებითი, რაღაც კორექცია მოხდა და გაჩერდა წონა, მაგრამ კლება არ იყო. ან წონა გაჩერდა და ახლა ინსულინ რეზისტენტობა მოკლედ მინდა ახსნა რა არის, ხო? ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი იკვებება, მას აუცილებლად ჭირდება საკვები ყველანაირი, ხო? ეს იქნება ნახშირწყალი, ეს იქნება ცილა, ეს იქნება ცხიმი და მისი ორგანიზმი ამას ჩვეულებრივად გადაამუშავებს და ნაწილი წავა ენერგიაში, ნაწილი წავა თუ ჭარბი კალორიები მიიღო ცხიმში, თუ არა დაიხარჯება. როდესაც ინსულინ რეზისტენტობა გაქვს, შენ როდესაც იღებ ნახშირწყლებს, ეს ნახშირწყლები გადადის, ვთქვათ, სისხლში გლუკოზა ხო უნდა
ხო გჭირდება უჯრედს, ჭირდება გლუკოზა. გლუკოზა არის ენერგიის წყარო, ყველაზე მარტივი ენერგია არის და ჩვენს ტვინს, ჩვენს უჯრედებს ყველას ძალიან უყვარს გლუკოზა, იმიტომ რომ ეს არის სწრაფი ენერგია. ამიტომ გვინდება ხოლმე ცომი, ამიტომ გვინდება ხოლმე ტკბილი, უცებ, ხო? იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გადადის ენერგიაში. და ინსულინი არის პასუხისმგებელი, რომ უჯრედში შეიყვანოს გლუკოზა. ანუ ინსულინი მოკიდებს ხელს გლუკოზას და უნდა შეიყვანოს უჯრედში. რომ ორგანიზმი ფუნქციონიროს. ხო, მაგრამ ინსულინ რეზისტენტობის დროს ხდება ესეთი უცნაური რაღაცა. უჯრედი არ უშვებს ინსულინს, რომ შეიტანოს გლუკოზა შიგნით. არ უღებს კარს, აი უბრალოდ ეუბნება არ მინდა რომ შემოხვიდე და არ. შესაბამისად, უჯრედი შიმშილობს, არ აქვს გლუკოზა, არ აქვს ენერგია. სრაქნას ახლა ინსულინმა და ეს გლუკოზა მიაქვს ცხიმში. და იქ არის კარი ღია და მობრძანებით განაცვალა და განსაკუთრებით მუცლის არეში ხდება ამ ცხიმის დაგროვება და ძალიან სწრაფად. ნახე, შენ იღებ რაღაც საკვებს, მიდის ცხიმში, შენი უჯრედები არიან მშივრები და ისევ გეუბნება ტვინს, გეუბნება რომ მე მშია და შენ გშია და შენ გინდა ტკბილი, იმიტომ რომ შენ აბსოლუტურად გაქვს ცარიელი უჯრედები გლუკოზისგან. ხვდები ხო რა ხდება? ამიტომაც ვერ ჩერდები, სულ რაღაც გინდა და ჩვენმა ტვინმა თუ რაღაცა ინდომა იმას გაგაკეთებინებს აუცილებლად. და არის მანკიერი წრე არის, ვერ გამოდიხარ, ხო? მე სტრესი და რაც უფრო მეტი ცხიმი გაქვს, მით უფრო მეტი სიგნალი მიდის ტვინში, იმიტომ რომ ეს ორგანოა ცალკე ენდოკრინული ცხიმი. და მოკლედ აი ესეთ მანკიერ წრეში აღმოჩნდი და ნუ აი მართლა წყლისგან ვიმატებ წონას, აი უკვე პანიკაში ვარ, არ ვიცი, მიხდია თითქოს არ ვიღებ ტკბილს, თითქოს არ ვიღებ ცომს, ხო? თან დიეტებში ჩვეულებრივად ნუტრიციოლოგები გეუბნებიან, რომ უნდა მიიღო აუცილებლად პური, უნდა მიიღო აუცილებლად ნახშირწყლები, ბულგური იქნება, ბრინჯი იქნება. ამის გარეშე არ შეიძლება. გეუბნებიან დამიჯერ, შენ არ იცი, მე ვარ ამის სპეციალისტი, ხო? ვაკეთებ, ვიმატებ. აი მართლა პანიკაში ვარ. წონა დგას არა, ნუ ან ვიმატებ, ან დგას. ნუ მოკლედ. შორს რო არ წავიდე ძალიან ბოლოს ერთი ბიოჰაკერი გავიცანი ლეო და ლეომ რაც პროტოკოლი დამინიშნა, რომელიც აღმოჩნდა ცოტა გვერდიდან მოუარა, მაგრამ უჯრედში ენერგიის, ანუ ესეთი პროტოკოლი, სადაც თქვათ იქ არის ერთი მიმართულება, ახლა ძალიან პოპულარულია დღესდღეობით NAD+ ქვია, მაგრამ ჩვენ NMN-ის სახით ვიცნობდით ამ კვებიდან ამას. ხო, და ნუ მოკლედ მივიღე და აი უცებ ვიგრძენი რომ დამიბრუნდა ჩემი თავი. ენერგია დამიბრუნდა, რაღაც ტვინი უცებ ისე ფუნქციონირებდა, როგორც ადრე სწრაფი ხარტი, ყველაფერი მინდა, თებს გადავდგა, აი ესე. იმიტომ რომ იმ უჯრედებში მოახერხა ενεργიის წყარომ შეღწევა და აი როგორი დანამატის მეშვეობით. კი, და აი როგორც კი ეს ძალა წავიდა, ეს ჯაჭვი ეგრევე გაწყდა. და ჩვეულებრივად მე უკვე შევძელი, რომ აი იქიდან გამოვახტია. ნუ რა თქმა უნდა, კვების კორექცია დამჭირდა, იმიტომ რომ ბიოსენსორი ჩავიდგი და ვაკვირდებოდი რა საკვებს. ხო, ბიოსენსორი არის მოწყობილობა, რომელიც მკლავში იდგმევა და აკონტროლებს უჯრედში რა რაოდენობის გლუკოზა არის და რა რაოდენობის ინსულინი არის. ნუ მოკლედ და ამას უყურებ ლაივ რეჟიმში აპლიკაცია არის და რასაც ვიღებდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი, რაზე რა რეაქცია. რომელი წამალი ვთქვათ ქვევით წევდა, რომელი არ, ანუ არის ზოგი პრეპარატი, რომელიც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ძალიან ინდივიდუალური ადამიანი, ხო? მოკლედ, აი ესე ყველაფერზე აღმოვაჩინე, რომ აი ნახე, თურმე ყოველ დღე სვამდი ერთ ჭიქა ლატეს. ნუ არანაირად არ უნდა გამატებოდეს ლატე წონაში, ხო? კალორიულ დეფიციტში როდესაც ხარ, როდესაც ვარჯიშობ, როდესაც ფეხით დადიხარ და აღმოჩნდა, რომ მთელ პროცესს კლებისას მიჩერებდა, იმიტომ როცა მაღალი ინსულინია, ცხიმის დეპო დაკეტილი არის. ესე იგი, ყველა ადამიანს ინდივიდუალური პროდუქტებზე აქვს რეაქცია გლუკოზის თვალსაზრისით. იგივე თქვა, შაქარზე ალბათ ყველას ექნება და პურზე და ბრინჯზე, მაგრამ აი ვთქვათ, რძეზე ყველას არ ექნება. ესე იგი, ამის ცოდნა როგორი მნიშვნელოვანია. და უბრალოდ ჩავანაცვლე მუშის რძით და აი პირველივე თვეს რაღაცა 3 კილოს კლება მქონდა. აი მხოლოდ ერთი კომპონენტი ჩანაცვლებით. აი და ნუ ესე საკუთარი თავზე დაკვირვებით ამ პროტოკოლების მიღებით და ესე ნაწილ რაღაცნაირად ჩემი თავი ესე გამოვგლიჯე ამ ჩაკეტილ წრეს, ხო. და ბიოჰაკინგი აი ამაში ძალიან დამეხმარა.
ხო, დანამატები. ნახე, პირველი ნაბიჯი რა თქმა უნდა ეგ იყო, მაგრამ აი მეორე ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. არა და მან დიდხება ჩვენი ჯანმრთელობა და ის თუ როგორ შეძლებს შენ იმ ნივთიერებებს, იმ პროტოკოლებს, რასაც იღებ ბიოდანამატებს, როგორ მოხდება მათი შეწოვა. ნახე, ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ისევ ჩემს წონას რო დაუბრუნდე, ხო, რაღაცა გამხდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი პრობლემები მაქვს კუჭ-ნაწლავში რა და მქონდა კუჭის კვლევებიც და აღმოჩნდა მოკლედ რაღაცა პრობლემები, რასაც რა ვიცი, მე თუ დაგაინტერესებთ, მოგიყვებით. მაგრამ მივხვდი ერთ რამეს, რომ მე მაკლია ცოდნა იმის, თუ რა უხდება ჩემს კუჭ-ნაწლავს და რა არ უხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეტნაკლებად ვაკვირდებით, ხო, რომ რაღაცა შეფერილობას იწვევს, რაღაცა ნაკლებად, რაღაცა სიმძიმეს იწვევს კუჭში და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს დაკვირვება, ისეთი ტიპის, როგორც ასე თქვა, თქვენ აწარმოებთ თქვენს ორგანიზმზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. და მეორე, ჩვენი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, რომელიც ეხა გარედან თვალით ხო ვერ ვხედავთ და ვერც შეგრძნებით, იქ რა ხდება, ხო? და რამხელა მნიშვნელობა აქვს ეს ჩვენი ბაქტერიები, რომელიც მეგობარი ბაქტერიები სახელით არიან ცნობილი, როგორ გვეხმარებიან სხვადასხვა საკვების მონელებაში. რეალურად წონის კლებაშიც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. კლებებია ჩატარებული, როდესაც აიღეს ადამიანებისგან, თქვა, სუსტი ადამიანებისგან, ჭარბწონიანი ადამიანებისგან, ნაწლავური, აი ეს რაც მიკრობიოტა ცხოვრობდა მათში და ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. გადანერგვაც კი ხდება ხოლმე ამ მასალის და ის ადამიანი, რომელსაც გადაუნერგავენ, ახალგაზრდავდება თუ ახალგაზრდისგან გადაინერგა მიკრობიოტა და თუ ჭარბწონიანია იკლებს და პირიქით წონა თუ აკლია ის იმატებს თუ გადაუნერგავენ ჭარბწონიანის მიკრობიოტას, ასე რომ ეგ პირდაპირ კავშირში არის წონასთან, პირდაპირ კავშირში არის. და რა არის ის საშუალებები, თქვათ, რაც შეგიძლიათ ჩვენ კაცის მიღმა საუბრობდით რაღაც კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც ვიღაცას ურჩიეთ და თქვათ ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ მიდახეთ სუდად თქვა არაფერი რა თქმა უნდა ექიმებზე, რომლებიც რო არ არსებობდნენ ალბათ არ ვიცი. მაგრამ რაღაცა თუნდაც ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ არ ნიშნავენ ძალიან ხშირად ამ დანამატებს, რომ ჩვენი ეს ფლორა მოცლის აღვიდგინოთ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ გადამწვარი უდაბნოსავით რჩება ანტიბიოტიკების შემდეგ ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ძალიან ცოტა, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს, როგორც ვთქვათ, ბორჯომის ტყე პარკი არის, ესეთი გაშენებული უნდა იყოს. მიკრობიოტა ხო. ნახე, ჩვენში ცოცხლობს 3 კილო ნახევარი მიკრობიოტა. აი წარმოიდგინე, ერთი კატის ხელა ცხოველია პრაქტიკულად, ხო? აი მუცელში ყავს პრაქტიკულად ცხოველი, რომელიც იქიდან გეუბნება რაშია, როგორ ხასიათზე და ძალიან მოქმედებს ჩვენზე. ჩვენს იმუნიტეტზე, ხო, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს ხასიათზე, იმიტომ რომ სეროტონინის უმეტესი ნაწილი ეს არის ბედნიერების ჰორმონი, წარმოიქმნება ზუსტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იქ არის როგორც მეგობრული ბაქტერიები და ოჯახები, ასევე არის პათოგენური და იმისთვის რომ უფრო კარგად გრძნობდეთ თავს, ჩვენ გვჭირდება მეტი მეგობრული ოჯახი, რომ იყოს დასახლებული. და თუ ჩვენ კიდე ან დიეტაზე ვართ, ან მარხვაზე ვართ, ან რაღაცა პერიოდი რაღაც პროდუქტს არ მივირთმევდით, აი მაგალითად, მე ძალიან დიდი ხანი არ მივირთმევ, თქვა შაქარს. მე ძალიან დიდი ხანი არ მივირთმევ პურს, ძალიან მიყვარს პური ვგიჟდები, მაგრამ აი არ შეიძლება და რაღაც პერიოდი სანამ მე ჩემ წონას დაუბრუნდები, არ შეიძლება, მაგრამ ნახეგვანცა სანამ მე არ მივირთმევ პურს, იმ პერიოდში ის ბაქტერიები, რომელიც პურს ამუშავებენ, ჩემში გაქრებიან, იმიტომ რომ პური არ მოდის და მათი ფუნქციონირება, შეწყდება. უნდა ჩანაცვლდეს. ჩანაცვლდეს და ნახე, არა, ჩანაცვლდეს კი არ ვთქვათ, მე 1 წლის შემდეგ, როდესაც დავსტაბილურდები, როდესაც ჩემი ინსულინ რეზისტენტობა უკან გადავა და ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი ვიქნები, ამ პერიოდში მე შემიძლია პური მივირთვა ჩვეულებრივად და მაგრამ ის ბაქტერიები რო აღარ მექნება, მე აუცილებლად უნდა დავასახლო ეს ბაქტერიები ჩემში, რომ გადამუშავება შევძლო ამ პროდუქტის მომავალში. თორე დამემართება რაღაც გლუტენის აუტანლობა ან რაღაცა. მე ამასობაში სამედიცინო განათლებაც ვიღეთ, ხო? მე მიყვარს ყველაფრის რაღაცა ბოლომდე ჩაძიება ხოლმე და აქედან გამომდინარე, ხო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მივიღოს რეგულარულად ეს თქვათ, აქ პირდაპირ გვიდევს კიდევ ჩემი საყვარელი. ეს ეხა ძალიან დეტალურად უნდა მოვყვეთ ამაზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან
ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ძალიან. ბიოპრონზე რა, იმიტომ რომ ბევრნაირი ბაქტერია, კეთილი 9 ბაქტერია ოჯახია, იმიტომაც ქვია ბიოპრონ 9 პრემიუმი, რომ 9 ოჯახია, 9 შტამია, ცოცხალი ბაქტერიები. მე პირველად პოლონეთში გამოვცადე, ვთქვათ, იქ ვიყავი და რაღაც კეტო ორცხობილები ვიყიდე, ძალიან გემრიელი იყო. ნუ კეტო შეიძლება ჩემთვის და იყო მალტიტოლზე და მე მაქვს საშინელი აუტანლობა მალტიტოლის. ნუ გამეპარა, აი კარგად არ წავიკითხე შემოადგენლობა და აი კატასტროფული ტკივილები მქონდა მუცლის და ნუ პირველი რომ მივედი აქ აფთიაქში ესეთი რაღაც ვთხოვე რომ მინდა აი ეს პრობლემები მაქვს და იქ აღმოვაჩინე რომ იყიდებოდა იქ სამი კოლოფი რაღაც აქცია იყო ერთად ვიყიდე და ეს კურსი მივიღე ნუ რო ჩამოვედი ბიოპრონის აღფრთოვანებული ვიყავი იმდენად კარგად იმოქმედებს რა ვიცი სახის კანიდან დაწყებული და ნუ ყველაფერზე მოქმედებს რა ხასიათზე ენერგიაზე წონის კლებაზე და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვიყავი და მე საქართველოში რო აღმოვაჩინე რომ იყო ეს პრეპარატი ჩემი ფავორიტია იმ პერიოდიდან. ხო, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ გენეტიკურ დონეზე არის შესწავლილი ეს შტამები, რასაც შეიცავს და აი თვითონ აი ბალანსის შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, მიკროფლორის ხელს უწყობს და ასევე ვინც წონის კონტროლის რეჟიმშია, მეტაბოლიზმსაც ძალიან აბალანსებს. ძალიან საჭირო რამე არის. და პატარა ბავშვებისთვის კი შეიძლება მიცემა 3 წლიდან. ძალიან უვნებელი, ანუ ამით ვერაფერს ვერ გააფუჭებ, ასე ვთქვათ. ხო და აი ეს მაინტერესებს. ეს ხო არ არის წამალი. არა. ეს არის დანამატი. ეს არის დანამატი. რომელიც ანუ პრაქტიკულად სულ შეგიძლია მიიღო, ხო? აი როგორ გაქვთ თქვენი გამოცდილი? მე მაქვს პერიოდულობა. მე მაქვს რაღაცა კონკრეტული პერიოდულობა, მე მიყვარს ხოლმე 2 კვირა კურსის ჩატარება. 3 თვეში ერთხელ მაგალითად. ხო თუ გზნობ რომ რაღაცა ენტეროვირუსი მქონდა, ან რაღაცამ გამიღიზიანა, იქ შეიძლება უფრო ადრეც გავაკეთო. 2 აბი დღეში узმოზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ყველაზე მეტად მნიშვნელობას ვანიჭებ მწარმოებელს და აბარა. ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რამდენიც გინდა შეიძლება ნახო პრეპარატი, რომელიც ეფექტური არ არის. და ამიტომაც აი ამის ეფექტიანობა მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად მუშაობს და არა მარტო ჩემზე, ჩემს გარშემო მგონი ყველას ურჩევ ხოლმე და სხვათა შორის ბიოპრონის ესეთი რაღაც ტიტულება შემიძლია ვთქვა რომ ევროპაშიც ძალიან ცნობილი პრეპარატი დანამატია და ერთ-ერთი მოწინავე არის იქაც და მოკლედ ბევრი წლის გამოცდილება იქაურმა ფარმაცევტებმა კი ბატონო მინდა მივუბრუნდეთ საკითხს ასე ვთქვათ დიეტების რა მაინც იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს ეს ჩვენს მაყურებელს და დიეტებშიც აი ესეთი დანამატებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოდი რადგან ვთქვით რომ შიმშილიც გამოცდილი გაქვს მონოდიეტებიც ამაზე ვთქვათ ორი სიტყვით რეალურად რა აი ეს სამდღიანი ეფექტი რომ კაბაში ჩაეტიო მერე რად გიჯდება ჯერ ერთი მე თვითონ ის მომენტი რომ კაბაში ჩავეტიო საერთოდ არ მიდგას დღის წესრიგში იმიტომ რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის ჯანმრთელობისთვის იმისთვის რომ ვიყო ენერგიული იმისთვის რომ შევძლო იმ ყველაფრის მართვა თქვა ჩემი სხეული მე მორჩილებოდეს მე მომყვებოდეს ყველა იმ ჩემს გამოწვევებში რაც მე მაქვს და არა იმიტომ რომ თქვა კაბა ვიღაცას ანუ ეს ხო გითხარით თვით შეფასებაზე საერთოდ არ მოქმედებს არც ჩემს პირად ცხოვრებაზე არ მოქმედებს და ამიტომაც აი ვარ აბსოლუტურად ესეთი ბედნიერი ამ მიმართულებით აქედან გამომდინარე ვთქვა ჩემთვის ეს არის სხვა მიმართული, იმიტომ რომ ნუ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არ არის ეს კარგი ჯანმრთელობისთვის, არ არის. ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში ეს არის რისკი, ეს არის რისკი ონკოლოგიური დაავადებების, ეს არის რისკი ქოლესტერინი მაღალი რო იყოს, ეს არის რისკი ინსულტის, შემიური დაავადებების და შესაბამისად, ნუ რა გვინდა ზედმეტი რისკი, როცა შეიძლება რომ არ გქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი ცხოვრების წესი გახდა ჯანსაღი კვება და არა დიეტები. დიეტა თავისთავად, მაგრამ მე შემიყვარდა ყველაფერი ის რასაც მე დღეს მივირთმევ და ძალიან რთული იყო აი ზუსტად იმ ინსულინ რეზისტენტობიდან გამომდინარე აი შაქარზე დამოკიდებულებიდან გამოსვლა იმიტომ რომ ბევრი არ მინდოდა საერთოდ არ ვჭამდი ბევრს მაგრამ მინდოდა რაღაც კონკრეტული
ტკბილი რაღაც, შოკოლადი მაგალითად, ან შოკოლადის ტორტი და აი ამის გარეშე, ნუ არ ვიცი, ვერ გავჩერდებოდ, ვერ დავიძინებდი და სანამ ეს აბსოლუტურად დამოკიდებული ვიყავი ამაზე. ძალიან რთული იყო აქედან გამოსვლა, მაგრამ გამოვედი და რაღაცა პერიოდი არ ვეკარები, ნუ აი ვერ ვიტყვი რომ შაქარი კარგი არის. ნახშირწყლები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. შეიძლება შაქრიანიც მივიღოთ რაღაცა პერიოდულობით, მაგრამ არა სტაბილურად. ხილი? ხილი არის განსხვავებული, თუმცა ჩემთვის ხილიც არ შეიძლება. ანუ ჯერჯერობით არ მოქმედებს კარგად, მაღლა მიწევს გლუკოზას, ინსულინს და ვინაიდან მე ჯერ აი ამ პერიოდში ვარ, რომ უნდა განვიკურნო, მე მჭირდება ამ დიეტის დაცვა. ერთი კითხვა გამიჩნდა, აი ეს ძალიან ცნობილი ინექციები, რომელსაც ინსულინ რეზისტენტობის დროს და თქვათ რაღაცა ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მიმართავენ. გქონიათ ეს გამოცდილება ან ცდუნება, რომ მიგემართათ? იცით რა, იქიდან გამომდინარე მე უკვე მქონდა ესეთი ცუდი გამოცდილება ფარისებრთან, პირდაპირ მითხრა ჩემმა ენდოკრინოლოგმა, რომ მე კი დაგინიშნავ, მაგრამ ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ რაღაც პატარა ნაწილი ჩემი ფარისებრის ჯერ კიდე მაქვს და იქ შეიძლება რაღაცა სიმსივნური წარმონაქმნი კონდეს და ამიტომ ეს რისკია და ჩვენ ამას არ გამოვიყენებთო და მეც დავეთანხმე და რაღაც მომენტში მჭირდება მე თვითონ რომ მივიდე და მე თვითონ გავიარო ეს გზა და არა რაღაცის დახმარებით იცი. ბარიატრიის ცდუნება? ბარიატრიის ცდუნებაც არ მქონდა, უბრალოდ შემოთავაზება მქონდა. შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ვინაიდან ერთი ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ჩემმა ორგანიზმმა კატასტროფულად მიიღო, ეს კი არა გვანცა ინიექციას რო ვიკეთებ, თქვა სახეზე ერთხელ ბიორეაბილიტალიზაცია გავიკეთე და იქაც კი ნაწიბურები დამჭი, იმდენად მტკივნეულად იღებს რაღაც ჩარევებს ჩემი ორგანიზმი, რომ აღარ მივაყენე მსგავსი ტრავმა, იმიტომ რომ არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდა. თან მამაჩემს, დედაჩემს ორივეს კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული წყლულის გამო და გენეტიკურადაც მიდრეკილი ვარ და არ დავტვირთა ზედმეტად ჩემი კუჭი. ისედაც ძალიან პატარა მაქვს, რომ გადავიღე სურათი, არ მაქვს დიდი. უკვე დაპატარავებული მაქვს, არც მქონდა ძალიან გასტილი, იმიტომ რომ რაოდენობით, ანუ დიდ რაოდენობას საკვებს მე არ ვიღებ, ანუ დიდი ეფექტი არც მექნებოდა ალბათ. კუჭის ოპერაციით იმ ეფექტს მაინც კი შეიძლება ვერ მიგეღოთ. ვერ. ამიტომ ესე ჩემით ვცდილობ, რომ ჩემთვის რაღაც გამოწვევასავით არის რა. მე მიყვარს რაღაც მიზნების მიღწევა, შვილდოსანი ვარ თან და ამიტომაც არავის არ განვიკითხავ არასდროს, რომელი გზითაც თვითონ ურჩევნია და აირჩევენ და შედეგს მიაღწევენ, აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავის გზა და მე რატომღაც მინდა რომ აი რაღაცა ისე მივიდე ამ გზამდე, რომ ჯანმრთელობა დავიბრუნო. მე ხშირად ვსმენი ადამიანებისგან ასეთი რამ, რომ აი ძალიან დიდი ფუფუნება, ძვირიჯდება, წვალება, დრო უნდა იმას, რომ იკვებოს სწორად, ჯანმრთელად და თან მრავალფეროვნად. აი რას ეტყვით ამ ადამიანებს? მე რა ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის, იმიტომ რომ ის პროდუქტები, რომელიც ყოველდღიურ ჩემს ცხოვრებაში არის, ძალიან ხელმისაწვდომი არის, ეს არის ცივი, აი ნახე, ჩამოვთვალოთ, მოდი ერთი დღის რაციონი. მაგალითად, ხო? ნუ აუცილებლად დილას მე ვიწყებ კვერცხით. კვერცხი არის ჩემთვის ცილის წყარო და ენერგიულად ვარ მთელი დღის განმავლობაში, ძალიან მიყვარს ყველა მის ვარიაციაში, სკრამბლი ხდება, ხო? აი, ჩემს სახლშიც ყველაზე მეტი კვერცხი. ძალიან მიყვარს კვერცხი, კვერცხი არის, ნუ მე მგონი ყველასთვის ხელმისაწვდომი არის კვერცხი. შემდეგ მეორე ადგილზე უკვე არის ხოლმე ქათმის სხვადასხვა ასევე სახელო ბოსტნეულთან ერთად. მე ბევრი რამე არ მეჭმევა ჯერჯერობით, ეს არის კვერცხი, ეს არის ქათამი, ეს არის ნუ კვირაში ერთხელ შეიძლება ხორცი იყოს, კვირაში ერთხელ შეიძლება თევზი იყოს და ბოსტნეული. კომბოსტო დიდი რაოდენობით ყოველდღე აუცილებლად. კომბოსტოს კარგად ინელებთ? აი ნახე რატო ვინელებ კარგად იცი, იმიტომ რომ ვსვამ ბიოპრომ 9 პრემიუმს. აი ნახე პრობლემა თუ გაქვს ვთქვათ შებერილობა, თუ გაქვს პრობლემა, ეგ არის უბრალოდ იქ პრობლემა მაგაშია თუ გაქვს რაღაცას ესეთი რეაქცია, ესე იგი იქ ბაქტერიები გაკლია და კომბოსტო საერთოდ არის წორ ჩემში არანაირი პრობლემა. ლობიოსაც ვერ ჭამენ იმის გამო, რომ მე რაღაც რა ლობიოს მე ვერ ჭამ იმის გამო, რომ ძალიან მაღალი ინსულინის ინდექსი აქვს, ძალიან მაღლა. ნამცხვარი მიჭამია თუ ლობიო ერთნაირად ამდის მაღლა ინსულინი, კი.
თორე ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვჭამლობიოს მაგის გამო. ხო, აი ისეთი პროდუქტები მამატებს წონაში, რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ და გონია რომ არა. და კომბოსტოს მწნილი არის სუპერფუდი, ანუ კომბოსტოს მწნილი ყოველდღე რომ მირთვა, ჯანმრთელობა, აი იმუნიტეტი იმატებს აღარ 30%. უკვე ყველა კვლევა ადასტურებს ამას. აუ ახლა ჩადო ჩემმა დედამთილმა რა მწნილს აკეთებს. ნინა, უნდა გამოგიგზავნო. სიამოვნები. კომბოსტოს მწნილის სახლური. ყოველდღე მივირთმევ კომბოსტოს მწნილს აუცილებლად. და რა ვიცი, აი თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ არის იმ მენიუში, რაც მე ხა ჩამოვთვალე. ხო, შეიძლება კვირაში ერთხელ ავოკადო დავუმატო, თხრეული დავამატო და საერთო ჯამში მე მგონი უფრო ძვირი მიჯდებოდა ხოლმე მანამდე, რასაც ვყიდულობდი, ხო? იმიტომ რომ იქ რაღაცა ბევრად მრავალფეროვან რაღაცებს ვყიდულობდი და ხო, ეხლა ერთადერთი ლაქტოზა არ მეჭმევა და ვყიდულობ ლაქტოზის გარეშე რძის პროდუქტებს. თუმცა ნახე, ზუსტად იგივე ფასში, რა ფასშიც ჩვეულებრივი რძის პროდუქტები არანაირი განსხვავება არ არის იმ ფასში. ყველაფერი მიცდიაო და აი სისხლის ჯგუფების მიხედვით კვება გიცდიათ? თან ახლოს არის ის კვება, იმ კვებასთან, რომელიც მე მაქვს ახლა. პირველი ჯგუფის კი. ეს ანუ რეალურია? რეალურია, თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მომიხდა ძალიან, კი. ახლოს არის ჩემთან. ესე იგი პირველი ჯგუფის სისხლი გაქვს. ძირითადად ცილოვანი საკვები და ზუსტად მე როგორც ვიკვებები, ახლა FDA-მ უკვე დადო ახალი კვლევა და აატრიალა კვების პირამიდა. ეს რაღაც სენსაციაა. კი, ეს საინტერესოა, ხო? ხო და იქ ზუსტად ის პროდუქტებია უპირატესო, ანუ რა იყო პრობლემა, ნახე, 70-იანი წლების პერიოდში მე ვფიქრობ, რომ იყო დანაშაული საერთოდ კაცობრიობის წინაშე, რომ აკრძალეს ცხიმიანი საკვები, იმის გამო, რომ თქვათ სისხლში ქოლესტერინი ყოფილიყო დაბალი და ადამიანები უფრო ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და გულსისხლძარღვა დაავადებებმა იკლოს და პირიქით შემოვიდა შაქარი და ნახშირწყლები, რაც გაცილებით უფრო აზიანებს ამ სისტემებს, ხო? და ამდენი პერიოდის რაც მიიღეს მეტი ჭარბწონიანი ადამიანი, მეტი დაავადება და ბოლოს რამდენი წელი გავიდა უკვე თითქმის 50 და ეხლა შეცვალეს მხოლოდ რეკომენდაციები და რეკომენდაციებში პირველი წერია, რომ ცილა არის მთავარი ჩვენი სამშენებლო მასალა ორგანიზმისთვის, ტვინისთვის, ყველა, იმიტომ ამინომჟავები, აი ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდება ჰორმონები, ყველაფერი წარმოიქმნება ცილებისგან თითქმის. ცხიმიც ძალიან გვჭირდება და ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ნახშირწყლები. ამიტომაც ეს არა და ამ სწრაფ ნახშირწყლებს ძალიან მიჩვევას იწვევს. ყველაზე მეტად ჩვენ ტვინს უყვარს სწრაფი ნახშირწყლები, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ენერგია იხარჯება მათ ათვისებაზე. და ჩვენი ტვინი არის ზოგადად ძალიან ზარმაცი და ცდილობს ყველაფერი გაამარტივოს. ყველაფერი აზროვნების პროცესები ამოყირავებულ პირამიდას. ესე იგი თავში მოექცა ეს ცილები კი. და მერე არის ცხიმები, ანუ სასარგებლო ცხიმები და ბოლოსია ნახშირწყლები, არა და პირიქით იყო. ხო, ესე იგი ეს გამოცდილებაც კაცობრიობამ ასე ვთქვათ მიიღო, ხო? კი, როგორც იქნა, ხო, იმიტომ რომ მე უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით ვარ და ნელ-ნელა და ვუბრუნდები ჩემ თავს. ჯანმრთელობა ბევრად უკეთესი მაქვს, ანალიზები ბევრად უკეთესი მაქვს, ენერგია, საქმეს მეც ვაკეთებ, თუმცა ჯერ კიდევ აი ვთქვათ, ერთი თვე რაღაცა პერიოდი ხა ახალი წლები იყო, ცოტა გავსინჯე ისეთი რაღაცები, რასაც არ მივირთმევდი და მაინც სწრაფად დაბრუნდა ინსულინ რეზისტენტობა. სწრაფად დაბრუნდა. ანუ ჯერ არ მაქვს ის. აი მაგალითად გოზინაყი გოზინაყი არ გამისინჯებს, არა, მაგრამ რაც გავსინჯე იმაზე, ну ხაჭაპური გავსინჯე, ლობიანი გავსინჯე. და შაქრისდონე მაინც კი, ცოტა ხანში, ანუ რაღაცა პერიოდი კარგად გაუმკლავდა და აი განმეორებაზე უკვე აიწია ძალიან. მე მინდა ვილაპარაკოთ აი იმაზე, კვებითი ჩვევების გამომუშავება და ფსიქოტიპები რა. მე სულ მაგას ვამბობ მთელი ჩემი ცხოვრება, რომ დამჭირდეს დიეტა, ამას მე ვერ შევძლებ. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჭამა, მთელი ცხოვრება მიყვარდა ხამე ჭამა, ეხლა უბრალოდ ჩემი კუჭნაწლავის პრობლემების გამო ამას ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ და ვეღარ ვიტან, იმიტომ რომ დისკომფორტიდან უკვე ტკივილში გადადის. მაგრამ აი მაგას ვამბობ, რომ კვებითი ჩვევის ჩამოყალიბება არ ხდება 1-2-3 დღეში ალბათ და გააჩნია ადამიანის მენტალურ მზაობას, ხო? აი ვისთვის არის ადვილი, ვისთვის არის რთული, ეგ ძალიან საინტერესო საკითხია.
ყოველ შემთხვევაში ჩვენი ტვინი ეწინააღმდეგება დიეტებს. ეხლა გეტყვი რატო? იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორია სულ რაღაცა ბოლო პერიოდია, რაც ჭარბად არის საკვები და შეგვიძლია მაღაზიაში შევიდეთ და ვიყიდოთ. მანამდე ადამიანი რთულად ხო, ეხლა უკვე კი ადამიანის მთელი აი რამდენი 100,000 წელი რო ავიღოთ ვთქვათ, სულ იყო პრობლემა საკვების, სულ. და მოპოვებაზე იყო. ამიტომ ჩვენი ტვინი არის იმ რეჟიმში ჯერ, რომ სადაც საჭმელს ხედავს, სულ უნდა რომ მოიმარაგოს, იმიტომ რომ ეს შეიძლება არ იყოს უცებ. დიეტას რო ვიწყებთ, ამ რეჟიმში გადადის პირდაპირ და იმის მაგივრად რომ გაუშვას ცხიმი, იმარაგებს ცხიმს. იმიტომ რომ ფიქრობს რომ მოვიდა შიმშილი და ჩაკეტავს ყველაფერს და გააშიანებთ მეტაბოლიზმს. ამიტომ ექსტრემალური დიეტები ისე არ გამოუზოგოს ორგანიზმს, ხო, ის ენერგია. ამიტომ ხდება რომ ორმაგას იმატებენ დიეტების შემდეგ ხოლმე, იმიტომ რომ ის თავის რეჟიმში მუშაობს ტვინი გადარჩენის რეჟიმში და მაგრამ ახალ წელს კაბაში ჩაეტია. ხო და რამდენი ნახე კიდე რაშია იცი საქმე გვაქვს ყოველი მომდევნო დიეტა ნაკლებად გემორჩილება, იმიტომ რომ ეს წინა გამოცდილება ახსოვს და არ ტყუდება, კი. ანუ აი ხო გამიგია მართალია ამ დიეტით დავიკელი წინაზე და ეხლა რატო ვერ ვიქნა? ზუსტად მასე იქცევა ტვინი ძალიან ერთი ხრიკებს პოულობს რომ შემოუაროს ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე ყველაზე კარგად მუშაობს ცხოვრების სტილი ვთქვათ ზომიერად რაღაცების მიღება ვთქვათ ტკბილის მიღება ყველაზე კარგი არის დამოუკიდებლად კი არა რომელიმე კვება იყოს ვთქვათ არამედ საკვების მიღების, ჯერ ცილოვანი ბოსტნეული საკვების შემდეგ, როდესაც უკვე ორგანიზმმა მიიღო და ბედნიერია და თქვა რომ კარგად გეახელით, აი იმ პერიოდშია ყველა დესერტი ყოველთვის ჯობია. ხო, დესერტი დავაყოლოთ. კი, არასოდეს პირველი ლუკმა ტკბილი არ ჩავიდოთ. პური არ ჩავიდოთ პირველი, იმიტომ რომ ინსულინი გამოიყოფა გაცილებით მეტი, როდესაც ჩვენს ენას ეხება, რეცეპტორებს ეხება ნახშირწყლები. ესე იგი, კვების მიმდევრობას რჩევა ძალიან, ხო? აი შეგვიძლია ერთი ლებანი ნუში ავიღოთ, თხილი ავიღოთ და იმით დავიწყოთ. ყველაზე ნაკლები ინსულინი გამოიყოფა თხილეულზე. ყველაზე ნაკლები. კიდე რა, მოდი, კაია ეს ხმები რა მომწონს პირადი გამოცდილებით, რაც ვინც დგას ახლა ამ გზაზე ვთქვათ და მართლა რამდენი ვიცი, ვინც ექიმიდან ექიმთან დადის და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექიმი თავის პროფესიონალურ რეკომენდაციას აძლევს, აი საერთო ჯამში მაინც არ დგება შედეგი. ჩემ არაჩვეულებრივ ენდოკრინოლოგმა ის მითხრა, ნინა, მე კი ვიცი ახლა რა შეიძლება გირჩიო, მაგრამ მე ჩემ ლიცენზიას გავწდები უბრალოდ, იმიტომ რომ აი ბიოჰაკინგი მაგიტომ არის თავისუფალი და ფრთებ გაშლილი, იმიტომ რომ იქ არ აქვს ეს ჩარჩოები. ექიმს აქვს თავისი კონკრეტული ჩარჩო, რომელსაც ვერ გაცდება. სხვა რჩევას, ვთქვათ, შეიძლება მან იცის ბოლო კვლევებით რა გამოჩნდა, მაგრამ მას არ აქვს ჯერ უფლება ეს რომ დაგინიშნოს, იმიტომ რომ მას რაღაცა ჩარჩოები. რაღაცა დრო სჭირდება ამის. კი, აუცილებლად სჭირდება. ხო. მაშინ ის იქნება რაღაც სხვა დარგის სპეციალისტი და არა ლიცენზირებული ექიმი და ამიტომაც არიან ესეთი ვთქვათ ვერ ერევიან ყველა იმ სიახლეში და ვერ გინიშნავენ ყველა. კარგი, ესე იგი პროდუქტების მიმდევრობა ეს პირადი გამოცდილებაა და ძალიან კარგი რჩევა და კვების ჯერადობა და კვების დროები. ხო. აი ძალიან ბევრი ამბობს, რომ რაღაცა ეს ჯვარედებს აკეთებენ, ასე ვთქვათ, ღამე კვება რო ეს არის რა ქვია. ზოგადად იდეალურია 4 საათიანი შუალედი. ანუ ლუკმაც არ უნდა ჩაიდო ერთი, ბევრად უკეთესი არის კლების დროს, მსგავსი რაღაცა. აი ვთქვათ, სამჯერად იკვება, ვთქვათ 4 საათიანი შუალედებით. 6-ის მერე ამბობდნენ ხშირად ეს მითია. 6-ის მერე მშივდება დაძინება. აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია მიირთვა საკვები 6-ის მერე, უბრალოდ არ არის სასურველი, ვთქვათ, ხორცი მიირთვა. იმიტომ რომ აბერებს თურმე. აი კვლევებმა აჩვენა, რომ რაღაც კონკრეტული საკვები 6 საათის შემდეგ უჯრედებზე ცუდ გავლენას ახდენს. არ გვინდა და მაგრამ არის საკვები, რომელიც ძალიან კარგია 6-ის შემდეგ და მაგალითად თქვა შეგვიძლია მივიღოთ ხაჭო მაგ პერიოდში უფრო შეგვიძლია მივიღოთ უფრო მსუბუქი რაც ძალიან დიდხანს არ ჩერდება კუჩში იმიტომ რომ ხორცი დიდხანს მუშავდება და დიდხანს ჩერდება კუჩში ხორცი რო აბერებ და ეს არ ვიცი. იცი რა 6-ის მერე თქო აუცილებელია ხორცი ანუ ეხა აი ნახე არასწორად არ გაიგო. დღისით აუცილებელია იმიტომ რომ იქ არის ზუსტად ისეთი ცილები რომელიც ძალიან გვჭირდება. ხო
ხო, მაინც აი კითხვა მაქვს, რომ ხა ორგანიზმი რა მნიშვნელობა აქვს დილით შევჭამს საღამოს? აქვს თურმე მნიშვნელობა. ქონია. ცირკადულ რითმებს აქვს მნიშვნელობა. მეც ესე მეგონა ხოლმე, რა იცის, ეხლა ჩემო ორგანიზმმა დილაა თუ ღამეა. ხო. თან მით უმეტეს მე ვარ აბსოლუტურად ღამის ადამიანი. ჯერ არც კი მისაუზმია, იმიტომ რომ მე რაღაცა დღის 4-ზე მშივდება. მანამდე არ მშივდება საერთოდ. არა, მე მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან მიყვარს ძილი და არ ვიღვიძებ ადრე, თუ საჭიროება არ მოითხოვს. მაინც ვსაუზმობ. ყველა ვარიანტში სახლიდან ვერ გამოვალ ისე თუ არ მივიღე საკვები. ანუ მე არ მომყვება ენერგია. ხო, მე პირიქით ვარ, არ მშივდება დილას არასდროს და რაღაცა სადილის დროს, ხო, საუზმობ ხოლმე. და ეს არ არის პრობლემა იმ მდგომარეობისთვის, რაც გაქვთ. საერთოდ პირიქით. უფრო დიდხანს ორგანიზმი ისვენებს, უფრო დიდხანს ინსულინი ქვევით ჩამოდის და პირიქით კლება მიდის მაგ პერიოდში. კიდე ესეთი კაი რჩევა, თქვათ, ძალიან უხდება კვების შემდეგ ფეხით სიარული. 30 წუთით მაგალითად. ან პატარა რაღაცა დატვირთვა, იმიტომ რომ ინსულინს ქვევით წევს, ან იმ ენერგიას გლიკოგენს ხარჯავს კუნთებში და ღვიძლში ფიზიკური აქტივობა. ანუ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. იცი რა, მე კი მქონდა თავიდან რომ დამეწყო ეს პრობლემა, სულ ვარჯიშობდი 2-2 საათი დღეში, ყოველ დღე. მაგრამ ეს ძალიან დიდი სტრესი არ არის? ხო და მაგას ვიძახი, ნახე, იმის მაგივრად რომ დამეკლო წონაში იმდენად სტრესი იყო ორგანიზმისთვის, რომ კორტიზოლი ადიოდა ძალიან მაღლა და კორტიზოლი ისევ მაღლა წერს ძალიან ინსულინს. ხო. ანუ სტრესი არის ყველაზე დამანგრეველი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ნამდვილად ყველაფერზე მოქმედებს. აბსოლუტურად ძილი? ყველაფერზე. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ამბობენ, რომ თუ კარგად არ გძინავს, გინდა დიეტა დაიცავი, გინდა ვივარჯიშე, მოკვდი დარბაზში, მაინც შენს მეტაბოლიზმს აჩერებ. ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტვინის ფუნქციონირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჩვენი ტვინი თუ არ არის დასვენებული და ძილის დროს ის ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს, ინფორმაციის გადამუშავება, მეხსიერების დალაგება, ძალიან დიდ შრომას აკეთებს ძილის დროს ჩვენი ტვინი. თუ აკლია მას ძილი, თქვა 7-8 საათამდე ნაკლები თუ ძინავს, ჩათვალე, რომ აი ალკოჰოლს რაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ტვინს, ზუსტად იგივე ზიანი ადგენება ტვინს. ანუ შენ შეიძლება საერთოდ არ სვამდე ალკოჰოლს, მაგრამ შენი ტვინი იყოს დაზიანებული იმის გამო, რომ არ გძინავს ეკმალისი. და სხვათა შორის და ზედმეტი ძილიც არ ვარ. ვინ ამბობდა? ჩერი თქვა და ძალიან მიყვარს ჩერის რჩევები და თვითონაც ძალიან მიყვარს. რომ ესე იგი ორგანიზმის აღდგენა ხდება ძილში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ძილში 11-დან 2 საათამდე. მელატონინის გამომუშავება ორმაგად აქტიურებს იმუნურ უჯრედებს. ქალებო, ადრე უნდა მაგ პერიოდში მართლა ჯადოქრობა ხდება ორგანიზმის აღდგენის მიმართულებით, ახალგაზრდავების მიმართულებით და ხო, აი ეს ერთი შეხედვით რა მარტივია, რა გადადეს ტელეფონი, ნუ სკროლავ, დაიძინე ადრე. მერე დილით უზმოზე ჩაუფინე კეთილი ბაქტერიები, კარგი ხარისხის და რაღაც აი ელემენტარული ჩვევების. იცი რა, მე ძალიან მიჭირს ადრე დაძინება, იმიტომ რომ ღამე ვაკეთებ ყველაფერს ხოლმე, მაგრამ ნახე რა ვისწავლე დაახლოებით ესე 9-სკენ 10-სკენ თუ დროზე მოვედი სახში ვიძინებ ხოლმე და მე 11-ზე ვიხვიცებ. ანუ იმ პერიოდში ყველაზე სასარგებლო ძილი როდესაც არის მაგ ფაზას ვიძინებ და მე ვაგრძელებ საქმეს და მე კიდე ვიძინებ. პრინციპში ნუ ეგრეთ შეიძლება. ესე საღამოს ძილი, შუადღის ძილის, მაგრამ საღამოს ძილი. მინდა შეგახსენოთ ჩემი პოდკასტის წარმდგენი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic-ი. ეს გახლავთ ბრენდი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძალიან ამაყივარ. ბრენდის ფილოსოფია გახლავთ beauty in and out, ანუ ჯანმრთელობაზე და სილამაზე ესრულმა, რა თქმა უნდა, იწყება შიგნიდან. ეს ბრენდი არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს, რა თქმა უნდა, ფლობს GMP და ISO სერტიფიკატებს და საქართველოშიც უკვე წარმოდგენილია მისი ყველა მოთხოვნადი და ბესტსელერი პროდუქციით. მათ შორის apple cider-ით წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ზუკარინით კბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume-ით მის ზრდისა და მოცულობისთვის. New Nordic-ის პროდუქცია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიკითხოთ GPC-ის აპტეკებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბოლოს რატომღაც ყველა ქალთან ვინც მსტუმრობს ხოლმე პოდკასტში მინდება ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეტყობა მე თვითონ ვარ ეგეთ ასაკში, რომ ამის გააზრება მოდის. რაზეც საუბრობდით, რომ ჩვენ შინაგან მეს და ჩვენ შინაგან ბავშვს უნდა მოუაროთ. აი ანასტასია ბენდუკიც ელაპარაკობდა, რომ უყიდეთ თქვენ შინაგან ბავშვს ის რაც უნდა და გაახარეთ, ხო? თვითზრუნვა. ჩვენ არ ვიცი რა საქართველოში ვართ ქალები ესეთი გამცემები ამ ჩვენი რესურსის ამდენად მაქსიმალურად თუ ზოგადად ქალები ვართ ესეთი არსებები რაღაცა სხვაზე მზრუნველები მაგრამ მეც მივხვდი რაღაც ეტაპზე რომ აი ეს რესურსი რასაც მე დებ გარემოში ნუ საქმეში ხო დებ და ამ საქმეში მაქსიმალურ რესურსს ხო და რაღაცა იდეალისტური მიდგომები შემდეგ უკვე ოჯახი შვილები რა ვიცი მშობლები აი ფიქრები ძილის წინ ქალის ტვინში ხო რამდენად დიდი სტრესი არის ბევრი პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება და ბევრი იმისი ტვირთის მოკიდება ხო აი რას ეტყვით ქალებს იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ რომ ბევრი მქონა ჩემ თავზე აღებული და ისე დავსტრესე ორგანიზმიო რომ ჯანმრთელობას შემერყაო რა თქმა უნდა დღემდე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს ჩემ თავზე აღებული და მინდა ესეთი რაღაც ვუთხრა ქალებს რომ აუცილებლად უნდა საკუთარი თავი შეიყვარონ მიუხედავად იმისა თუ არ მოსწოთ ეს საკუთარი თავი აი შვილები ხო უპირობეს სიყვარული თუ ყართ ხო არ აქვს მნიშვნელობა როგორია შვილი ხო მაინც გიყვარს არა უმეტესობა შემთხვევებში აი ზუსტად ასე უნდა შეხედო საკუთარ თავს პატარა ბავშვი უნდა დაინახო შენში რომელიც ამა თუ იმ გარემოებების გამო ბევრი ტკივილი გაიარა და საკმაოდ ჭირდება მას ეს მოფერება ზრუნვა და აი ეს პატარა ბავშვი ყოველთვის ყავს დაჩაგრული ხო როდესაც მის სხვას აყენებ უფრო წინ და ამას ჩაწევ და ეტყვა შენი დრო ჯერ არ მაქვს მოდი ახლა ამას ეს უნდა გავუკეთო იმას და ის საწლად გას და გელოდება მას როდის მიხედა და სულ გაქვს ეგ მომენტი რომ გეცოდება შენი თავი თან ვითომ მაგარი ხარ მაგრამ თან სულ გეცოდება და ამ დროს ხვდები რომ შენ თუ არ იქნები კარგად შენ თუ არ გექნება ენერგია შენ თუ არ შეძლებ იმის გაკეთებას რაც გაქვს ჩაფიქრებული ხო აი იმ ყველას ვისაც ეხმარები გარშემო აი საერთოდ ვერაფერს ვეღარ გავუკეთებ აი თვითფრინავში როგორც არის ხო ჟანგბადის ხო გაიკეთე გაუკეთე გადარჩი და სხვა გადარჩინე შემდეგ ისე ვერ გადარჩენ სხვას აი ეს არის ზუსტად იგივე შვილისთვის ხო დედის, წარმატებული დედის, ბედნიერი დედის, მშვიდი დედის მაგალითი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე იმ შვილს ძალიან ბევრი რაღაც რო გაუკეთო და შენ იყო უბედური. ხალხზე მოდის ბევრი წნეხი საზოგადოებიდან რა, რომ ქალმა ეს უნდა გააკეთოს, ესე იგი თან ოჯახსაც უნდა მიხედო, თან ახლა რა, ვიცი რა არის, ხო თანამედროვე ქალი ხარ, ფულიც უნდა გამოიმუშაო, თან ვიზუალურად ახლა რა არის ეს ნაოჭი და რა არის ეს ცხიმი და რა ძალიან დიდი წნეხია რა, ამ წეხისგან გათავისუფლებასაც ხო რაღაცა გამბედაობა უნდა ან კიდე რაღაცა ფსიქოლოგიური დახმარება უნდა ფსიქოთერაპია ან თუნდაც საკუთარ თავს რაღაცა დრო დაუთმო და ელაპარაკო სარკის წინ უთხრა რომ ის ყველაფერი რაც შენ გტკივა რაც შენ გონია რომ შენი ბრალი არ არის ეს ყველაფერი შენ ხარ საუკეთესო შენ ხარ ქალღმერთი და ყველა ადამიანი მასაა ჩვენ კი უნდა უთხრა ყოველდღე უნდა მოეფერო ძალიან უნდა მოეფერო და უნდა უთხრა რომ ყველაფერი გამოუვა, უნდა ძალიან შეიყვარო და აი უბრალოდ ნახავ რამხელა რესურსს მოგცემს ეს შინაგანი ბავშვი, იმიტომ რომ აი ჩვენ კიდე არ ვიცით ადამიანს რა ძალა აქვს, ქალს რა ძალა აქვს შინაგანი. ამას რომ გამოუშვებ ვერ იცნობ რამდენ შეძლებ ხო? შენთვისაც უნდა გამოყო ეგ ძალა. მარტო სამყაროსთვის არა. და ერთი ძალიან ეგეთი საინტერესო კვლევა იყო, ესე სპონტანურად ქალებთან მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, რომ დაასახელეს 3 ადამიანი, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს. და ყველა ქალი ასახელებდა შვილს, ქმარს, რაღაცას და მერე უბნებოდნენ, რომ შენი თავი რატო არ დაასახელე? ხო, რაღაცა ძალიან მე მგონი მაინც ასაკს მოაქვს, ჩემთვის ეგრე მოხდა. მე მგონი რომ ადამიანს შეიძლება აი ზოგს გონია რომ ეგოისტურად ვიღაცას თავისთავი თუ უყვარს, ეგ არის თავისთავი სიყვარული, არა. ეგოისტური სიყვარული არ არის თავისთავი სიყვარული. თავისთავი სიყვარულია, როდესაც შენ აი ძალიან მომწონს ეს ერთ-ერთი ფილოსოფოსის სიტყვებია, როდესაც შენ სიცოცხლეშივე შენ თავს თავიდან დაბადებ.
იმ ვერსიას, რომელიც შენ გინდა რომ იყო. ხო, ერთი ცხოვრება ერთი ცხოვრება და ისე მოცემულობა უბრალოდ არაფერს არ გაძლევს რა. ეს უნდა მოხდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიიღო საკუთარი თავი, აღიარო საკუთარი თავი და შეიყვარო ისე, როგორც მთელ სამყაროს გინდა რომ უყვარდეს. შენ თუ არ მისცემ საკუთარ თავს, ვერავინ ვერ მოგცემს ამას და ყოველთვის რაღაცა სიცარიელე გექნება შინაგანად. და ეს სიცარიელეა რომ აი ყოველთვის რაღაცნაირად უბედურს ადამიანს მე. მე მგონი კარგი ფინალია. არა, ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელად გაგვიზიარეთ ის გამოცდილება, რაც გქონდათ ამ წლების განმავლობაში, მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და თქვენ კი მოგიწოდოთ რომ დაგვიწეროთ რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე, ჩვენ საუბარზე, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, დააწყაპეთ გამოწერის subscribe-ის ღილაკს და გახდით ჩვენი დიდი, უკვე ძალიან დიდი ოჯახის წევრი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერად.